პირველ რიგში მინდა გითხრათ დღეს გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის წერილი სახალხო პარტიისადმი, მანამდე იყო ჩვენ ვიცით დავით უსუფაშვილის საკმაოდ მკვეთრი წერილი ევროპარლამენტარებისადმი. თუ გაეცანით პრემიერის წერილს და ზოგადად როგორ შეაფასებთ ამ რიტორიკას, რომელთაც ქართული ოცნების ლიდერები საუბრობენ? კი, ზუსტად მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და მოწვევისთვის. ზუსტად შემოსვლის წინ, ასე ვთქვათ, დავამთავრე კითხვა ამ წერილის. არ ვიცი, ალბათ ძირითადი შეფასებები მაინც ისევ ევროპის სახალხო პარტიისგან გაკეთდება და ზოგადად ევროპელი პოლიტიკოსებისაგან. ეხლა მე ვერ ვიტყოდი, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ძლიერი მხარეა ეს ბელეტრისტიკა, წერილებით, ასე ვთქვათ, მიმართვები, რაღაც წერილებით პასუხები. რა მნიშვნელობა აქვს პირადად ის წერს თუ, ასე ვთქვათ, ვინმე შედგენილ ტექსტზე აწერს ხელს, არ ვიცი, დაველოდოთ შეფასებებს და მივხვდებით. მე რაღაცა რაც მახსენდება არის რაღაც გარკვეული არაობიექტური ჭორაობის ძალიან დიდი წილიც. მაგალითად ის, რომ თურმე ჩიორა თაქთაქიშვილს მერის მიერ პროვოცირებულ შეხლა-შემოხლაში ცხვირიდან წასკდა სისხლი. ახლა თუ არ აქვს ის კადრები მაინც ნანახ, სადაც კონკრეტული ადამიანი კონკრეტულად უქნევს ხელს კონკრეტულ ჩიორა თაქთაქიშვილს და ცხვირში არ ტყავს მიზანმიმართულად ამას მერის მიერ მოწყობილ შეხლა-შემოხლას უძახის. არ ვიცი, არ ამგონია, რომ ასეთმა რაღაცა ჭორგადაკრულმა წერილებმა რაღაცა ისეთ სერიოზული ყურადღება მიიქციოს საერთოდ. ეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე პრემიერი შეეხო ბოლო დღეების ერთ-ერთ მთავარ თემას, შეიძლება ითქვას აგრარული უნივერსიტეტის საკითხს და მან განაცხადა, რომ ეს უნივერსიტეტი უნდა დაემორჩილოს კანონის წესებს და მათ შორის ბენდუქიძესაც მოუწოდა, რომ მოექცეს კანონის ჩარჩოებში. თქვენ როგორ აფასებთ ზოგადად ამ აგრარული უნივერსიტეტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ეს პრემიერის ამ განცხადებას, რომელიც მან გააკეთა? ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი, რაც ამ დღეებში ითქვა აგრარულ უნივერსიტეტზე არის. რა თქმა უნდა, ძალიან კონკრეტული მიზეზი, რატოც ხდება ამ უნივერსიტეტზე ზეწოლა. ზოგადად ეს მიზეზი დახასიათდა თავის გარეგნული თვისებებითაც, თავის მიერვე, წონითაც და ასე შემდეგ. არ არის სასიამოვნო ალბათ პირადად პრემიერისთვის და პოლიტიკურ ძალისთვის, როდესაც არსებობს ქვეყანაში კახა ბენდუქიძე, რომელსაც აქვს გარკვეულწილად ორი სასწავლებელი, ერთი ძალიან წარმატებული, მეორე ძალიან დიდი წარმატების გზაზე დამდგარი. ეხლა ყველას კარგად გვესმის და ეს ბოლო 2 წელია სასოფლოს გარდაქმნა აგრარულ უნივერსიტეტად. ბევრი კარგი რამე გვესმის იქიდან, ბევრ მასალას ვღებულობთ, ბევრ ინფორმაციას. როდესაც მიდიხარ და ესე რაღაცა როგორც პრემიერს უყვარს თქვა, თითიდან გამოწუწუნებული მიზეზებით ახდენ პრაქტიკულად გაჩერებას უნივერსიტეტის და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მათ არ ქონდათ გააზრებული რა შედეგი დააყენეს. მერე დაიწყეს რაღაცა უაზრო ახსნა, რომ მინისტრმა კონკრეტულად, რომ ეს არის შეჩერება, რომელსაც არ ცნობს კანონმდებლობა, რომ ეს არის რაღაცა ხვალვე შეგვიძლია აღვადგინოთ და ასე შემდეგ. ეს არის ალბათ უკვე ასე ვთქვათ, გამოსავლის ძებნა და ასე შემდეგ. თუმცა გამოსავალი ძალიან მარტივია, ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება, ისევ ის საბჭო თუ რაღაცა ორგანო რაც არის, უნდა შეიკრიბოს და თქვას, რომ სისულელი ჩაიდინეს და ეგრე არ უნდა გაეკეთებინათ. ეხლა არ არის ზოგადად ალბათ სასიამოვნო პრემიერისთვის, როდესაც არსებობს ქვეყანაში კახა ბენდუქიძე, რომელსაც ასე ვთქვათ, ნათურების ცეხი აქვს, ორგანო უკვე აწყობილი და უშვებს ნათელ გონებებს და გახსნილ ადამიანებს და აძლევს კარგ განათლებას, რაც სიბნელისთვის არის ძალიან დამაზიანებელი და პირველ რიგში რა თქმა უნდა შეიძლება ამ მომენტში გაგახსენდეს, რომ ქვეყანაში დადის ძიმედ ასეთი ადამიანი კახა ბენდუქიძე, რომელსაც ის ნათურების ცეხი უნდა დაუკეტო, თორე შეიძლება გაანათოს ბევრი რაღაცა მომავალში.
ბატონ გოგა, ამასთან დაკავშირებით შეკითხებით, ხის გამოქვეყნდა მიზეზები იმისა, რატომ შეუჩერდათ აკრედიტაცია და ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ორ სტუდენტს ჰქონდა სომხეთის აგრარულ უნივერსიტეტში მიღებული განათლება და უბრალოდ მათი დიპლომი ჩვენმა აგრარულმა დაამტკიცა, მაგრამ აკრედიტაციის ცენტრში არ იყო შეტანილი და არც წულუკიანის დიპლომი არ არის აკრედიტაციის ცენტრში და აი რაღაცა ორი. ხო, მე პრაქტიკულად რო დაიწყეთ, რა თქმა უნდა გამახსენეთ ჩემი რჩეული მინისტრი, რომელზეც არავინ არ იფიქროს, რომ ეს რაღაცა ვინმე რამეში დარწმუნდა და ამის გამო რაღაცა ჩუმად ვართ, ველოდებით ძალიან კონკრეტულ წერილებს, პასუხებს, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოში ყავს ქალბატონ თია წულუკიანი უკანონოდ იკავებს იუსტიციის მინისტრის პოსტს, ეხლა ეს ვიღაცა ჩარჩო გადაგვამტრიოს თავზე, ვიღაცამ სერტიფიკატები გვიფრიალოს თვალწინ, ვიღაცამ ძალიან კარგი გამომეტყველებით შეფუთოს ეს ყველაფერი ფაქტი, რჩება ფაქტად, რომ ადამიანს არ აქვს მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლება, ამის დადასტურება შეუძლია ყველა 100 საუკეთესო იურისტს საქართველოში და მსოფლიოში, რომ უმაღლესი იურიდიული განათლება აუცილებლად გულისხმობს მინიმუმ სისხლის სამართალის გავლა,საც ამაზე აღარ გვინდა და მეორე კანონი, რომელსაც იგი არგოს, მას ასე ვთქვათ, არ აქვს, რაც არ უნდა გქონდეს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 50, რა განათლებაც არ უნდა მიიღოს ადამიანს საზღვარგარეთ, იმის რომ მისი დიპლომი აქ მოვიდეს ადეკვატურობაში, ასე ვთქვათ, და გადმოითარგმნოს რა ხარისხის, რა კატეგორიის, რა კვალიფიკაციის განათლება მიიღო მან, ძალიან დიდი, ძალიან პატარა თუ ასე შემდეგ არ აქვს მნიშვნელობა, უნდა გაიაროს ზუსტად ესე ცენტრში გარკვეული პროცედურები, არსებობს განათლების სამინისტროში ასეთი ცენტრი და ასეთი რამ წულუკიანს არ გაუვლია, რომ დაუშვათ ის ფრანგული განათლება, რომელიც მან მიიღო, გადმოთარგმნილი იყო და რა წონის არის და რა შესაბამისობაშია ჩვენს განათლებასთან. მე არ ვამბობ, რომ ის არის ცუდი, პირიქით, გასაგებია, რომ ის არის ძალიან კარგი, მაგრამ არის სხვა და აქ მოითხოვება სხვა. ასე რომ არც წულუკიანს არ აქვს ეს გავლილი და შეუძლიათ იგივე წარმატებით თუ მაგის ასე ვთქვათ გამბედაობა ეყოფათ, გარდა იმისა, რომ საქართველოს აღმოაჩინეს, რომ წულუკიანის ქვეყანა და ესეც მარგველაშვილის სიტყვებია, ეს არის ქვეყანა, საიდანაც ქალბატონ თია წულუკიანი არისო, ასე დამხვდნენ საფრანგეთშიო, შეუძლია იგივე მარგველაშვილს იგივე წარმატებით მოიკითხოს წულუკიანისგან, გავლილი აქვს თუ არა მას აი ეს აკრედიტაცია მისი დიპლომების და მისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების. არ აქვს გავლილი, იმედია, ხა ძველი რიცხვებით ჟურნალებს არ დაარღვევენ და რაღაც არ ჩააკერებენ რაღაც სისულელეს. ერთი ის არის ფაქტი, რომ ამ ნაწილში კანონი უმაღლეს განათლების შესახებ, მუხლი 50, ასევე დარღვეული აქვს ჩვენს უკანონო იუსტიციის მინისტრს. ქალბატონ თია წულუკიანს და ეხლა როგორც არის ყველა გამოსვაში დააკვირდით, რომ ყოველ ორ ფრაზაში იგი რაღაც თვით ტრენინგში არის. ეხლა მე როგორც იუსტიციის მინისტრი გავიგეთ, თქვენ გონიათ რომ ხართ იუსტიციის მინისტრი, ჩვენც ასე ხედავთ და ფაქტია რომ ხართ, მაგრამ შეგიძლიათ დააყოლოთ რომ თქვენ როგორც მინიმუმ 2 კანონის დამრღვევი იუსტიციის მინისტრი ზუსტად იუსტიციის მინისტრობაზე დასანიშნეთ და ასე უფრო სამართლიანი იქნება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაც მან განაცხადა, რომ თუკი ნაციონალური მოძრაობა ამას მხარს არ დაუჭერს, ისინი თავს გაინადგურებენ. აი ამას რა სახით შეიძლება? არანაირ თავის განადგურებას და რაღაც ავტოპილოტზე გადასვლას არ ვაპირებთ. ჩვენ ვართ პოლიტიკური გაერთიანება, პოლიტიკური ძალა, ვართ ქვეყანაში პრაქტიკულად ერთადერთი რეალური ოპოზიცია. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამაზე კიდევ გვექნება მსჯელობა, ჩამოვაყალიბებთ პოზიციებს, თუმცა ის არ ვიცი რას გეგმავს და რა ასე ვთქვათ გეგმები აქვს პრემიერ ივანიშვილის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით. ჩვენი უახლოეს გეგმა ის არის, რომ ჩვენ 19 აპრილს ვაპირებთ, რომ ზუსტად მაგის სათქმელად შევკრიბოთ ჩვენი მხარდამჭერები და დავაფიქსიროთ ძალიან კონკრეტული რამე, რომ ქვეყანაში და მე მინდა ყველას აუხსნე, ხა აქ ბევრი მიზეზი არის საუბარი. დასავლურ კურსზე, ნატოზე, ასე ვთქვათ, რა მიზეზით იკრებები არის, ყველას თავისი მიზეზი აქვს. ყველა თავის მიზეზს პოულობს. ჩემთვისაც არსებობს რამდენიმე გულისხმელი მიზეზი, რატოც მინდა რომ 19 აპრილის აქცია შედგეს და რატოც მიივალ პირადად მე 19 აპრილის აქციაზე. ეს არის ის, რომ
დაფიქსირდეს, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ოპოზიცია და ჩვენ ვარსებობთ და ვერ გაგვანადგურებენ და ვერ გაგვაქრობენ. და არ შეიძლება ასე რაღაცა დიდი ნაბიჯებით სვლა ტოტალიტარიზმისკენ, როგორცაც აკეთებს ქართული ოცნება. ეხლა ამაზე აღარ დავიწყებ ბევრ ახსნა განმარტებას, დაწყებული თვითმმართველობებიდან დამთავრებული ყველა ინსტიტუციით, რაც კი წინ გადაეღობათ და ერთადერთი რაც რჩება არის პარტია ნაციონალური მოძრაობა, რომელიც გასაგებია ხა. რაღაც წინააღმდეგობის გაწევას ახერხებს როგორღაც ივანიშვილისთვის და მისი გუნდისთვის. ზუსტად ამიტომ მივდივარ მე პირადად, რომ დაფიქსირდეს, რომ ვართ ოპოზიცია, ვარსებობთ, ფიზიკურად ვარსებობთ ამ ქვეყანაში და რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ეს წაადგება ჩვენს დემოკრატიას და ჩვენს განვითარებას მომავალში. ვიღაცას აქვს სხვა მიზეზი, ვიღაცა იმიტომ მიდის, რომ სამსახურიდან უსამართლოდ დაითხოვეს, ვიღაცა იმიტომ მივა, რომ უსამართლობას შეეჩეხა, ვიღაცა იმიტომ მივა, რომ აგრარულ უნივერსიტეტის ამბები არ მოეწონება, ვიღაცა იმიტომ მივა, რომ ჩათვლის, რომ ვალერი ხაბურძანიას არ უნდა ქონდეს ამ ქვეყანაში ეგეთი განცხადებების გაკეთების უფლება. ბევრი მიზეზი არსებობს ქვეყანაში, ვისაც რა არ მოსწონს და ვისაც განსხვავებული აზრი აქვს და ვისაც სხვა შეხედულება აქვს, ის ადამიანი უბრალოდ უნდა გამოვიდეს და დააფიქსიროს ერთი მარტივი რამ, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს და არსებობს განსხვავებული აზრი. და ეს არის დემოკრატიის ერთის მხრივ მონაპოვარი და მეორეს მხრივ დემოკრატიული განვითარების გარანტია მომავალში. ბატონო თქვა რომ თუ ეს კონსტიტუცია დამტკიცდა და აფორდება ეს პოლიტიკურად მომგებიანი იქნება. იცი რა, ჩვენ ცუდ მდგომარეობაში ჩავიგდებ თავს, არ მიმაჩნია რომ ჩვენ ზოგადად კარგ მდგომარეობაში ვართ. როგორ შეიძლება კარგ მდგომარეობაში იყო, როცა ტოტალურად მთელი პარტია არის დაკითხვის რეჟიმში, დაბარების რეჟიმში, დაჭერის რეჟიმში, რაღაცა ყველანაირი სტრუქტურის ჩამონგრევის რეჟიმში, მოსყიდვებში, მუქარებში, არ ვიცი, ზეწოლებში, ოჯახის წევრები იქნება თუ ასე. ტოტალურ ზეწოლის ქვეშ როგორ შეიძლება იყოს კარგ მდგომარეობაში ნაციონალური მოძრაობა. ბუნებრივია ვერ იქნება, მაგრამ ერთია რა მდგომარეობაში ხარ და მეორეა ხელებს ჩამოყრი თუ არა. არ ვაპირებთ, ეხა არ არის ეგ განწყობა. არ არის განწყობა, რომ ვიღაცა გაუკოტრიალდეს ბატონ ივანიშვილს და რაღაცა ხელები ააფართხალოს. არ არის ეს განწყობა და ვერ შევქმნით ხელოვნურად. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებას, მილიონჯერ ითქვა, რომ არავის არაფერში არ ჭირდება ეს. ერთია რატო ჩაიდო ეს მექანიზმი იმ მოცემულობაში, იმ ქვეყანაში, იმ რეალობაში, რაშიც ვიყავით და ამას ძალიან ბევრი კონკრეტული მიზეზი ჰქონდა და ეხა რანაირად შეიძლება მაგალითად რომ ასეთი გათვლა გააკეთო, რომ 2006 წელს ჩადო ასეთი რამე კონსტიტუციაში. აი რა ლოგიკაა იმაში, რომ და მე ამას ესე იგი დავმარცხდებით არჩევნებში და მოდი ეხლა მართლა თვითგანადგურება ჩავიდინოთ და მოდი ეხლა მოხსნათ ივანიშვილის მთავრობა. თვითონაც კარგად იცი უბრალოდ რაღაცა თემა იმ მოცემულობაში ეს ხო გარკვეულწილად საჭირო იმ საფრთხეებისგან, რომელიც ძალიან სწრაფი მყისერი შეიძლება ყოფილიყო და პრეზიდენტს უნდა ქონოდა ძალიან დიდი ბერკეტები მოქნილობის, გულისხმობ იგივე ომის საფრთხეს და ასე შემდეგ, ამ მოცემულობაში არავის არაფერში არ ჭირდება ეს ისა. აქ საუბარი არის იმაზე, რომ ამ წესებით მოხვედით, ამ პირობებით მოხვედით ხელისუფლებაში, ამ კონსტიტუციით მოხვედით ხელისუფლებაში და ეს კონსტიტუცია იცვლება ავტომატურად რამოდენიმე თვეში. არ ვაპირებთ ამას. რომ რაღაცა პრეზიდენტმა რაღაცა გამოიყენოს. ყოველ შემთხვევაში ყველა ასე ამბობს, ყველა ასე აფიქსირებს თავისას. ამაზე კიდევ იქნება მსჯელობა დარწმუნებულობა გუნდში და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ბატონო გამიცეს. ეხლა არ ვიცი, ასე ბევრი რამე ცხადდება სულ, 100 ხმა, აღარ ახართ ნაციონალები, არ ახარ შენც აღარ არსებობ. 1000 სისულელე მესმის, 1000 ჭორი მესმის. შეიძლება მართალიც არის, შეიძლება თქვით, ნახოთ, პროცესია რა. არავის არ ეშინია მუქარების. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, არავინ არ არის რაღაცა კარგ და კომფორტულ სიტუაციაში პოლიტიკური თვალსაზრისით და ნებავთ რა ვიცი, ძალიან ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ არავის არანაირ მუქარების არ ეშინია და ეს დამტკიცდება 19 აპრილსაც, როდესაც ჩვეულებრივად ადამიანები გამოვალთ, ადამიანები გამოვლენ და ვიტყვით, რომ ნამეტანს ნუშვებით, ეს მოგწონს, ეს არ მოგწონს.
და რაც არ მოგწონს, ამისთვის არსებობს ხალხი, არსებობს პოლიტიკური პარტია, არსებობს ოპოზიცია, რომ დროულად გითხრან და თქვენ წარმოიდგინეთ დღევანდელი საქართველოს რაღაც ჰიპოთეტიურად წარმოიდგინოთ, რომ გაქრა ნაციონალური მოძრაობა. დღეს აი ეს ფიზიკურად არა განადგურებით რაღაცნაირად ესეთ რაღაცა მოხდა და გაქრა ნაციონალური მოძრაობა რა პროცესები დაიწყება, რა იქნება, როგორ იქნება, ეს ხო გასაგებია. ეს ხო ძალიან ნათელია და ვინმე შეიძლება აწყობდეს ეს. დღეს არის ძალიან რეალური შანსი ქვეყანაში იმისა, რომ ძალიან დიდი ბალანსების, ასე ვთქვათ, დიდ მასშტაბის დაბალანსებული დემოკრატიული ნაბიჯები გადაიდგას წინ და ეხა თუ შენ გაანადგურებ, თუ შენ მოკლავ შენ პოლიტიკურ ოპონენტს და ძალას პოლიტიკურს და პარტიას საერთოდ მაშინ გასაგებია შენი მისწრაფება რაც გინდა და როგორც გინდა. ამის დადასტურება იქნება ჩვენგან და ამის მხარდაჭერა 19 აპრილი და არანაირი რაღაცა აპოკალიფტურ სურათებს ხატავენ, რომ რაღაცა სვაპირებ და რაღაცა გვინდა. ბატონო გოგო, დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დავით უსუფაშვილს ყავს 3 ადამიანი მხოლოდ, ვინც შეიძლება საკანონმდებლო საკითხებში დაიხმაროს. ზოგადად ამ კომენტარის შეფასება თუ შეგიძლიათ და ასევე თქვენც არ გაქვთ იურიდიული განათლება, როგორ თვლით, დეპუტატისთვის აუცილებელი არის იურიდიული განათლება და საკანონმდებლო საკითხებში ზედმეტად კვალიფიციური იყოს. მადლობთ შეკითხვისთვის. ის რაც პრემიერმა განაცხადა ეს ამ მომენტში მის გულწრფელობაზე მეტყველებს. ამ შემთხვევაში ნამდვილად გულწრფელად მოყვა დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ის არის რაც ხდება პარლამენტში. ფაქტია რომ უმრავლესობას ძალიან ცოტა პრაქტიკულად თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები ყავს, ვისაც შეუძლია კანონპროექტის მომზადება, რაღაცა საპარლამენტო პროცედურებში ერკვევა და ამ შემდეგ. ეს მართლა რამდენიმე ადამიანია შეიძლება ჩამოთვლათ კიდეც ქალბატონი იმერლიშვილი მაგალითად ბატონი ხმალაძე კობა დავითაშვილი რომელსაც შეუძლია კანონების წერა და დიდი სისწრაფით წერს პროექტებს სწორედ ამიტომაც რამდენიმე ადამიანი კიდევ არიან რა თქმა უნდა ამით არ შემოისახება რამდენიმე ადამიანი ვისაც შეუძლია ამის გაკეთება უმცირესობაში 100 ადამიანი არის გაცილებით მეტი ბუნებრივია თავის გამოცდილების გამო ნებისმიერ მიმართულებით ეს იქნება პროცედურები ეს იქნება საკანონმდებლო მუშაობა და შემდეგ გაცილებით დიდი რესურსი და დიდი ასე ვთქვათ დიდი რესურსი არსებობს ამის უმცირესობაში და ეს არის სრული სინამდვილე. თუმცა მე არ ვფიქრობ რომ პარლამენტში უნდა იყოს მხოლოდ იურისტები და მხოლოდ პროცედურის მცოდნე ადამიანები, მაგალითად ხათუნა გოგორიშვილი არის ბიოლოგი განათლებით, მაგრამ ძალიან ცოტა ვიცი ადამიანი რომელიც რეგლამენტში ისე ერკვეოდეს როგორც ხათუნა გოგორიშვილი მაგალითად. ასე რომ მე ველოდები იმას ჩემი პროფილით როდის გააქტიურდება ხა მოგიხსენებათ გარემოს დაცვა დეკლარირებულად ქართული ოცნების ის იყო პრიორიტეტი ერთ-ერთი იქ ბევრი ლაპარაკები მიდის რაღაცა მაგრამ ფაქტია რომ ჯერ არაფერი არ ხდება მნიშვნელოვანი და არ ვიცი როცა კი მაქვს შანსი იმისა რომ რაღაცა თემატურად ჩავერთო დებატებში თუ საპარლამენტო მუშაობაში ამაზე უარს არასოდეს არ უნდა თუმცა ამ ხრივ ზოგადად უმრავლესობა ძალიან არასახარბიელო დღეშია და დარწმუნებული ვარ იმ სამ ადგილზეც რომელზეც ახლა შუალედური არჩევნები ჩატარდება ექნებათ მოთხოვნილება რომ ვინმე ისეთ შევიდეს ვინც რაღაცა იცის საპარლამენტო მუშაობას მე უკვე მეორე მოწვევის პარლამენტარი ვარ ასე ვთქვათ მანამდეც ვიყავ პარლამენტში და მაქვს გარკვეული გამოცდილება და ყოველ შემთხვევაში იქ სადაც საკომიტეტო მუშაობა არ ჭიდავთ მაგალითად ან არ მღერი თუნდაც ასე რაღაცაით ვახერხებ ჩართვას საპარლამენტო მუშაობაში ახლა დღეს ივანიშვილი გამოეხმაურა ასევე ლუკა კურტანიძის საკითხსაც და აღნიშნა რომ მას არ აქვს რიტორიკის კულტურა თქვენ როგორ ფიქრობთ მხოლოდ რიტორიკის კულტურა არის პრობლემა ამ შემთხვევაში ძალიან უცნაური რაღაცა გაიჭედა ქართული ოცნება ასე ვთქვათ ამ ლუკა კურტანიძეს და მის პერსონაჟზე გნებავთ და პიროვნებაზე აი დარწმუნებული ვარ რომ ნებისმიერ ისეთ არა ასეთ სიტუაციაში როგორც ახლა რომ დავუშვათ ვიღაცა ეუბნება რომ არ შეიძლება ყავდეს ასეთი პრორექტორი
არ შეიძლება ყავდეს ასეთი ადამიანი. ეს რო არ იყოს, დარწმუნებული ვარ ძალიან მშვიდად და წყნარად თვითონვე ჩამოიშორებდნენ ლუკა კურტანიძეს და რამე უფრო ისეც მისცემდნენ, რომელთაც ის ვიღაცებს არ ცემდა, არ გალანძღავდა, არ გამოვარდებოდა გაზეთში. რაღაცა ისე წყნარს მისცემდნენ. რა ეხლა იმ დამსახურებებისთვის ჭყალებში, რომელიც მან წინასაარჩენოთ, ეხლა ის პირდაპირ ამას დაკაჩავება, რასაც ის აკეთებდა კახეთში და ამის ვიდეო მასალაც არსებობს, აუდიო მასალებიც არსებობს, იმ დამსახურებისთვის ჭყალებში რაღაცა უნდა გავუკეთოთ. ნუ ცოტა ზედმეტი მოუვიდათ, იმდენად ზედმეტი რომ ლუკა კურტანიძე ინტერვიუებში იძლევა, სადაც თავს ჭრის თავის პოლიტიკურ ძალას. ლუკა კურტანიძე თავის კაბინეტი გამოვიდათ რომ ისწეს და იმ კაბინეტებში ხალხს ცემს, რითაც თავს ჭრის თავის პოლიტიკურ ძალას. ლუკა კურტანიძე პრორექტორია და იქაც ნუ პრემია აიღო შემთხვევით თუ რაღაცა მოხდა და იქაც ერთ სიტყვით ლუკა კურტანიძე ვერ გადამალეს ისეთ ადგილზე, სადაც ეს რაღაცა ღონიერი და ძლიერი კაცი რაღაცა ისე იქნება და კარგად იგრძნობს თავს და არ წამოაძახებს ამათ და რაღაცებს არ მოთხოვს, რომ გარეთ არ გამოჩნდეს და ვერ შეურჩიეს შესაბამისი ადგილი და ჩანს, ხან კაბინეტიდან გამოვარდება, ხან პრესის ფურცლებიდან, ხან პრორექტორობის თანამდებობიდან. რა ვიცი, ნუ ეხა კომიკური ხასიათი არის, ანუ უკვე რაღაც ისეთ ფიგურები, ვიზეთ შეგიძლია რაღაც ერთი გადაცემა აწყო კომედიური ხასიათის. ლუკა კურტანიძე, ბატონი ოლეგიაძე, რაღაც ასეთები გროვდება, ეგრე გროვდება საერთოდ ეგეთი ადამიანები და მე საბოლოო ჯამში ხვდები, რომ ძალიან ბევრი მოგროვებულა და რაღაცა უნდა შეცვალა. ძირითადი ოპტიმიზმი, რომელიც ჰქონდა რუსეთთან დაკავშირებით, გამართდა ესეთი განცხადება გააკეთა დღეს პრემიერ-მინისტრმა. მან ის საუბრობს კულტურულ და სავაჭრო ურთიერთობების დამყარებასთან, რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას. ივანიშვილმა თქვა, რომ ეს არის გლობალური საკითხი და ეს 5 წუთში ვერ გადაწყდება. როგორ აფასებთ თქვენ და თქვენი ოპტიმიზმი თუ გამართდა ამ მიმართულებით? იცი რა, მე საბოლოო ჯამში რაღაცა პოზიცია მქონდა და რაღაც პოზიცია მაქვს. ვინა გითხრათ, რომ დიდად ცვლილება იყო შეგნით რაღაც რყევები, რაღაცა იქით ვიფიქრე, ასე ვიფიქრე, რაღაცა ინფორმაციები გავაანალიზებ, შევედი ანალიზში როგორც გნებავთ. მაგრამ დიდად ცვლილება არ განვიცდი ამ პოზიციას ბატონი ივანიშვილის და ბატონი ივანიშვილის რუსეთთან მიმართების საკითხში. დინჯად წყნარად ესე თავაუწევლად ზედმეტი გაღიზიანების გარეშე არც თუ ისე მოკლე გზით ესე შორს ფრთხილად რომ ისე ზედმეტად ვიღაცას რამე ეკალი არ შეერჭოს ან ევროპა ხავთ ესე რუსეთისკენ ნელა გზაში რუსული სიმღერებიც უკვე ჩავირთეთ ნოსტალგიად ჩავრთეთ ნოსტალგია არხი ჩაირთო პირდაპირ ასეთი ნოსტალგია სადაც ვრემიას უჩვენებენ რაღაცა აი ნელ-ნელა ვირსებით ასე ვთქვათ მივძვრებით იმ დაწყევლილ ბუნაკში რომლიდანაც ძალიან ძნელი არის ერის ამოთრევა და ეს დღესაც ვთქვათ ჩანს მე ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან შვიდი გააზრებული დროში გაწელილი ასე ვთქვათ ნელი ცოცვა რუსეთისკენ. ისე რომ რუსეთსაც კი არ ჭირდება დიდად აქეთ რაღაცა დიდი რესურსების ხარჯი. ჩვენ თვითონ შვიდად წყნარად ასე მიფორთხავთ და ეხა რო გითხრათ რომ რაღაცა რო გითხრათ რომ ამით დიდად აღშფოთებული ჩანს საზოგადოების დიდი ნაწილი ჩემ დასამწუხაროდ ამასაც ვერ ავჭი. ნუ ეხა ეგ არის რა, გუშინ იმაზე ერთ-ერთ არხზე უყურებდი რაღაცა აი გალაღებული ადამიანები მღეროდნენ რუსულად რაღაცა რომას, რუსულ სიმღერაზე კი არა ლაბა. აი რაღაცა კარგად იგზნობდნენ. რა ეგ მიგვიშვით რა, რას გვაწვალებთ რა, რაღაცა აი ეგ იგზნობოდა რა და ალბათ ერთ-ერთი შეცდომა ეგეც არის. ჩვენი ხელისუფლების იყო რაღაცა დროზე ადრე და ცოტა უფრო მოუმზადებლად ასე ვთქვათ ვეკაჩებოდით თელ ქვეყანას იქით საიდანაც თელ ქვეყანას წასვლა არ უნდა.
და ეხა თავის მოტყუება ოპოზიციის რანგში ნამდვილად აღარ მინდა ეხა. აი ეს განცდა მქონდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რომ აი ამ ადამიანს არ უნდა ევროპაში და ნატოში და არ უნდა ეხა. ამას უნდა 37 მანეთად რუსეთში და უნდა აღარ არსებულო რუსიაში ნომრის დაჯავშნა და იქ რაღაცა ეგ უნდა. ერთი ბოთლი არაყით უნდა საქმის გაკეთება. ამის განცდა მქონდა და ეხა ხელისუფლებაში ამას ვერ ამბობ ხშირად და ეხა ოპოზიციაში ვარ და რატო უნდა შევიზღუდო თავი. რაც ერი ვართ ჯერჯერობით ამ მონაცემებით ეგ რეალობა მოდის ერთთან შესაბამისობაში და საზოგადოებრივ განწყობასთან შესაბამისობაში. მე ეგეთი განცდა მაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემთვის ან ტელეკომპანია იმედი იტყუება რაღაცას, ან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემთვის მართლა ადამიანურად ახლა რა შუაში არის ნაცობა და ქოცობა არაფერ შუაში არ არის. აქ ადამიანურად მართლა გაურკვეველია, შეიძლება რომ რაღაცა 50-50-ზე დაუობს რაღაც, მაგრამ 75% 25-ზე ფიქრობდეს, რომ ერისიონმა კრემლში სახელმწიფო არსამლა დამპიტაურა უნდა გამართოს და რაღაცა ხორუმით შემოვიდეს. რა ვიცი, მე არ მესმის და ნუ რა ვქნა ხა ბოდიში, მაგრამ აღმოჩნდით ეგეთებიც ქვეყანაში, ის 25%, რომელიც ფიქრობთ, რომ ეგრე არ უნდა იყოს. თუ ის რაც იმედმა გვაჩვენა არის მართალი. და არის რეალური და ეს კიდე საინტერესო საკითხია, რამდენად ობიექტურად ხდება გამოკითხვის ჩატარება, სატელეფონო გამოკითხვის ჩატარება, მაგრამ ეს რაც ნახე არის აღმაშფოთება. აი ზუსტად ვინც მაგალითად იგივე 19 აპრილსაც ის უნდა გამოვიდეს, ვინც ფიქრობს, რომ არ უნდა დაეთანხმოს ამას. ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ რაღაც ერთ შეჩერების პუნქტი გავხსნა 19 აპრილი. და რა იცი რა ბევრი მიზეზი, ყველას თავის მიზეზი იქნება. მე ბევრი მიზეზით ვიქნები 19 აპრილს იქ. ვიქნები მაგიტომაც, რომ აი მე ვიტყვი, რომ მე იმ 25%-ში ვარ, რომელიც ფიქრობს, რომ არ უნდა გააკეთო ეგ. რაღაცა პრინციპი ხო არსებობს, კაი, კარგით მართლა რა. კი გასაგებია, გაправება შეიძლება ყველაფრის. რომ იმიტომ კულტურა ვართ, არ მაინტერესებს შენი პოლიტიკა ის სირცხვილი არის, კაი, რაღაცები ტეხავს. რაღაცები ძალიან ტეხავს და ეხლა რა ვქნა, ნუ არ არის აქ ქოცობას და ნაცობაზე საკითხი. ძალიან ტეხავს, როცა სახელმწიფო ანსამბლი ცეკვავს იქ. და ამას აправებთ. ეხლა კარგია რომ 25% ასე ვფიქრობ და 75% რომ ფიქრობს არის ცუდი, ჩემი აზრით და ეხლა ბოდიში, მაგრამ ვარსებობთ ამ ქვეყანაში 25% და ეხლა თუ განადგურებით არ დაგვემუქრებით ამ ეტაპზე მაინც, მანამ არ გადავღოღებულ ვართ მთლიანად კავკასიონზე და არ გაგვილაღია რუსეთში ერთ ბოთლა არაყაც, ძალიან მადლობელი დაგრჩებით და თუ არა, მაშინ ეს 25% მაინც გამოვართ და ვიტყვით 19 აპრილს, რომ ეს ტეხავს. და კიდე აი ეს და ეს და ეს რაღაცები. ეხლა თუ ვინმე იწვევ არაფერი არ არის პრობლემა ამ ქვეყანაში, მაშინ უგამოვდა. ეხლა თუ ვინმე ფიქრობს, რომ არის, გამოვიდა და თქვას, რომ მე არ მომწონს აგრარულს რაც უქნეს, მე არ მომწონს ერისიონმა რომ იქ იცეკვა, მე არ მომწონს ხაბურძანია რომ გვიხსნის აქ, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ რუსეთს, რომ კონტროლი აღადგინოს კავკასიაზე. ნუ ეხლა ამ ტექსტის თქმის ასე ვთქვათ პირობები არ იყო ხოლმე ამ ქვეყანაში. და ეხლა როგორც არ უნდა ამტკიცო, რომ კი და რეზოლუცია და ისა და ფაქტია, რომ დავიხურეთ თავზე ქუდები, დავწექით დავლა და მივხოხავთ ასე გზაგზავთ, ჩერდებით, სვავთ, კეიფობთ. რაღაცა ეს ჩუმად რა გადავხოხდე ჩვენი ფეხით მივხოხავთ რუსეთსკენ. ეხლა განცდა ეგეთი მაგ და ეხლა გაправება შეიძლება ყველაფრის. ეხლა 9 წელი ხელისუფლებაში ვიყავი და ესეც მინახავს ბევრი. და ნებისმიერ საკითხს გავაправებთ, არ ვიცი, ამ სიტყვით მინდა რომ დავარქვა კონკრეტულად და ეხლა ფაქტი არის რომ რაღაცები იცვლება ქვეყანაში. ფაქტი არის ეს და გძნობთ ამას ყოველდღიურად. ჩართეთ ტელევიზორი, გაიარეთ გარეთ, ჩაჯექით ტაქსში, არ ვიცი რა, რებისე მოусმინეთ პრემიერს, მოусმინეთ თავრობას, მართლ უმრავლესობას, კოალიცია ქართული ოცნების შემავალ პარტიებს. ასეთ რაღაცებზე ამაზე დავა ხო არ მიდიოდა, ყველაფერზე დავობდით. ცუდები ხართ, კარგები ხართ, ეს გააფუჭეთ, ის გააკეთეთ, ისა ეს არა, ძალიან ცუდები ხართ. იმაზე ხო დავა არ იყო ქვეყანაში, რომ დასავლეთში მიდივარ თუ არა. არ იყო, ნუ ეხა ამაზე დავა არ იყო არასოდეს. ავად თუ კარგად ამაზე დავა არ იყო და ეხა ფაქტია, რომ სადავოც არის და სამჟელოც არის. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს არის რეალობის
რაღაცა მოყვანა შესაბამისობაში. საზოგადოებრივი განწყობის რაღაცა ასახვა ქვეყნის პოლიტიკას. ჩემდა საუბედუროდ და ჩემდა სამწუხაროდ. მე არ მჯერა ქართული საზოგადოების დასავლური არჩევანის საბოლოო ჯამში. ჩემდა სამწუხაროდ ყოველ შემთხვევაში ისე ჩანს, მაშინ რანაირად ითმენენ ამას. რანაირად ამბობს 75% და იმედის განცხადებით ეს არის 70,000 ზარი, ეს იყო აი ჩემთვის იქ იყო მანამდე რაღაც პარლამენტის გადატანაზე რაღაც საკითხებზე ის, მაგრამ ეს რაც დაჯდა, ეს თუ იმედი მართლა ობიექტურია, რაშიც მე უფლებას ვიტოვებ, რომ თლათ არ ვიყო დარწმუნებული. თუნდაც იმაში, რომ როგორ ითვლება, რანაირად ითვლება ერთი ნომრიდან თუ 70,000 ზარი რომ შემოდა ეს შედეგი დაგიждდება, ეს ნიშნავს, რომ შენი საზოგადოებით ძალიან რბილად რო თქვა, არ უნდა იყო კმაყოფილი და ეხა ამას თავრობაში ვერ ვამბობდი მე და ოპოზიციაში ვარ და ძალიან გულსხმელად ვამბობ. რანაირად ვიყო კმაყოფილი. მე აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ეს შეიძლება გარკვეული რეალობის ასახვაც არის ქვეყნის პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ 19-ში ის ადამიანები უნდა გამოვიდეთ, უბრალოდ დავინახოთ ერთად, რამდენი ვართ მაინტერესებს. ვინც აი ამას ვინც გამოვა და იტყვის, რომ მე არ მომწონს ეს, რაც მოხდა. მე არ მომწონს ეს, აი მშვიდად ჩვეულებრივ წყნარად გამოვართ და ვიტყვით. მართლა რეალურად მაგაზეც არის რა, ვინა ვართ, რამდენი ვართ. ეგება მართლა რაღაცა ეკლათ გამოვეჭხირეთ განსხვავებული აზრის ადამიანები ამ ქვეყანას, რომ მივექანებით ასე რუსეთისკენ და ვიღაცები დგანან შუაში და არ გინდათ დასავლეთი ჯობია. რომელს გულისხმობთ? იცი რა, 26 მაისიც და 7 ნოემბერიც ასეთი მსგავსი მიტინგებად ნუ მოიხსენებთ. 26 მაისაც და 7 ნოემბერსაც ხელისუფლების ცვლილებაზე იყო ლაპარაკი, ძალადობრივ მეთოდებზე იყო ლაპარაკი, იარაღზე იყო ლაპარაკი, ქმედებებზე იყო ლაპარაკი. 26 მაისის წინ პატრულებს ამტრავდნენ და დიდი შეიარაღებული იმებით, ხელკეტებით და ფარებით, ვითომ რაღაცა ლოზუნგებით და ეხა რაღაცა პარალელს რო გაავლებთ იმის არ იყოს რაღაცებს რო 9 აპრილზე აკავშირებენ ხოლმე. რაღაცა ლოგიკა უნდა არსებობს. 26 მაისი და 7 ნოემბერი სხვა შინაარსის და სხვა შემადგენლობის მიტინგი იყო. რას ნიშნავს უნდა ეხლა როდესაც ძალიან მაინტერესებს არ უსურებ ამ ქვეყანას, ჩემს ქვეყანას და არ უსურებ არც ხელისუფლებას და არავის, მაგრამ ძალიან მაინტერესებს იგივე მოცემულობით ივანიშვილის ხელისუფლებას რომ მიადგეს იგივე მოცემულობით, იგივე მოთხოვნებით და იგივე განწყობით. აქცია ძალიან მაინტერესებს რა მოხდება. იქიდან გამომდინარე რა რეაქციები აქვს მას 200, 300, 500, 1000 კაციან აქციებზე, რომელსაც ძალიან კონკრეტული ის აქვს. მაგალითად, ხარი და უჭირონ გიგი უგულავას. მაგალითად, არ გვინდა არა ოკუპაციას და მაგალითად რაღაცა ასე. და არა ის რომ ივანიშვილო უნდა გადმოგაგდოთ ახლა უნდა შემოვიდეთ მან, აი ამ კეტით უნდა გაგლახოთ, აი ამ ფარით უნდა და ტყვიები უნდა გესულოთ და მაგმოცემულობით მიმდგარ ისეთი ტიპის მიტინგებს როგორიც თქვენ გაიხსენეთ. ძალიან საინტერესოა რა რეაქცია ექნება ახალ ხელისუფლებას. იცი რა, შეფასებებზე ვამბობ მე და იმ რაღაცა უპრეცედენტო მაგალითად გიგი უგულავას აქციაზე ხა ვაკე საბურთალოს გზა გადაკეტეს და აღარ უშვებდნენ ხალხს. გადაკეტილი იყო ხა იქ ვინ იყო და ვინ არ დაადასტურეს ამას. რომ დელის მეტროსთან და აქეთ გადაკეტილი იყო და აქეთ იქით უშვებდნენ, აღარ უშვებდნენ ახლოს ხალხს. ნუ ხა რაზე, რისთვის რომ მივიდა ადამიანები იქ რომ ხარ დაუჭირონ არჩეულ ქალაქის მერს. ამაზეა ლაპარაკი. და ხა რა შეეხება 19-ის აქციას? ძალიან კონკრეტულად მილიონჯერ ახსენით რაც არის და კიდევ უფრო ჩამოყალიბდება ეს ყველაფერი რატო გავდივართ იქ. ძალიან კონკრეტული მიზნებისთვის რომ დავაფიქსიროთ ჩვენი განსხვავებული აზრი რაღაც საკითხებზე ამ ქვეყანაში. გამოვხატოთ ჩვენი უკმაყოფილება და პირველ რიგში ის რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ძლიერი ოპოზიცია და ოპოზიცია საჭიროა ქვეყნისთვის. ვინც არ უნდა იყო და დემოკრატიის განვითარებისთვის, ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყო. წყალი არა გაქვთ პრაიმ ტაიმში.
კარგი, თუ ვამთავრებ, დავამთავრებ თუნში. აი ამ კითხავდა რომ ვთქვა დაუჭერთ თუ არა თქვენ ხარ ძალიან ლაპარაკია საერთოდ აკრძალვაზე და ანუ როგორ არ ვიცი, პრობლემა არის ერთი, ჩვენ დღემდე არ ვიცით რა კონცეფცია აქვს ეკონომიკური განვითარების ქართულ ოცნებას. აი არ ვიცით, არ ვიცით. ტურიზმს ვანვითარებთ თუ რაღაცა კოტებს ვაწესებთ. აზარტული თამაშების ბიზნეს, რომელსაც რა თქმა უნდა აქვს ძალიან ბევრი უარყოფითი, ასე ვთქვათ, ასპექტი შიგნით, ქვეყნის შიგნით და ამით ძალიან ბევრი ადამიანი გაუბედურდა, მაგრამ ეს ახლა თუ ადამიანს კლდიდან გადახტომა უნდა, იქ კანონით ვერ შეზღუდა ამას რა. სამაგეროდ შემოდის ძალიან დიდი თანხები. არ ვიცი თავმართულებით რა პოლიტიკა აქვს ქართულ ოცნებასთან. ეს ყველაფერი იმის ნაწილია, რომ ფრაგმენტულად უცბად გამოხდება, რომ ცუდია აზარტული ბიზნესი, უცბად ვიღაცა აღმოაჩენს, რომ რაღაცა ასე უნდა ვიცხოვროთ. არ არსებობს ერთიანი ეკონომიკური ხედვა, რა არის კარგი და რა არის ცუდი. მე ვფიქრობ, ამ კონტექსტში აბსოლუტურად გაუაზრებელი და არათანმიმდევრულია და შედეგები არავის არ აქვს, ასე ვთქვათ, პროგნოზირებული, რა შედეგები მოყვება ამასთან. არ ვიცი, შემოვიდეს კონკრეტულად რა უნდათ გავიგოთ და მერე გეტყვით. დიდი მადლობა.